აჭარა ტაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. ამჯერად ბოლო ცნობებს გიყვებით ქობულეთიდან ვიმყოფები კოლეჯ ახალ ტალღაში, სადაც ცოტა ხნის წინ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ამ დაწესებულებაში დააკავეს ერთი თანამშრომელი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არის ამავე კოლეჯის ერთი თანამშრომელი. რას უკავშირდება კერძოდ ამ თანამშრომლის დაკავება? ამ შესახებ უფრო მეც გვეტყვის დავით მჭედლიშვილი, რომელიც ჩვენს პირდაპირ ეთერში არის უკვე და ის არის ამ კოლეჯის დირექტორი. მოგესალმებით ბატონ დავით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, დღეს იმყოფებოდნენ ხომ საგამოძიებო უწყების თანამშრომლები? თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო ეს ფაქტი და რა ინფორმაცია გაგაჩნიათ? ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო ფაქტი. როგორც გავიგე, ინფორმაცია ეხება ერთ-ერთ მსმენელს, რომელმაც გაიარა ერთკვირიანი გადამზადება ელექტრიკოსის სპეციალობით. ჩვენ ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ დაინტერესებულ პირებს, ფაქტიურად კანონის ფორმით, ყველა ფორმის დაცვით, სტუდენტი არის ჩვენთან, გავლილი აქვს ერთკვირიანი კურსი, ჩარიცხვა, დასრულება, წარმოება, აბსოლუტურად ყველაფერი არის კანონიერი ფორმით და მე სხვა ინფორმაციას ვერ ვფლობ. როგორ მოახერხა ერთმა თანამშრომელმა, რომ ყალბი, ასე ვთქვათ, სერტიფიკატი დაამზადა? მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა გამოიკვეთა ამ ეტაპზე? არანაირი ყალბი სერტიფიკატი არ არის, სერტიფიკატი არის ყველა კანონის დაცვით. აქ საუბარი ეხება თვითონ სწავლების ფორმას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია, წარმოება, ჟურნალი ერთი კვირის განმავლობაში არის ნაწარმოები და მე მაშინ რა მოხდა? თავი კითხვა ეს არის ახლა. ამაზე კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ მე არ ვიცი რა მოხდა. ალბათ გამოძიება დაადგენს და გვეტყვის. და ჩვენ როგორც ვიცით, დაკავებული არის თანამშრომელი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა აქ. მანამდე რაიმე პირად საქმეში თუ გქონია თქვენგან რაიმე მითითება, ან რა პერიოდს უკავშირდება სავარაუდოდ ეს მხილება უკვე ამ დანაშაულში? აბსოლუტურად არ იყო არაფერში მხილებული ქალბატონი, რომელიც იქნა დაკავებული და მიდის ახლა გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ის ძალიან პატიოსნად, წესიერად უძღვებოდა თავის საქმეს. ამჟამად იკავებდა სასწავლო პროცესის სპეციალისტის თანამდებობას და არანაირ კავშირში არ იყო ამ გადამზადების ჯგუფთან. მაშინ როგორ მოახერხა დაკავშირება იმ სტუდენტთან, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა ეს დარღვევა? მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ინფორმაციას ვერ ვფლობ ნამდვილად. მსმენელი გახლავთ ქალაქ ბათუმიდან, ჩვეულებრივად განცხადებით შემოვიდა, მოხდა კანონიერი ფორმით მისი ჩარიცხვა, 40 საათიანი კურსი გაიარა და დაასრულა. ყველა აღრიცხვა, ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამ მსმენელის მოიპოვება, როგორც კანონითაა განსაზღვრული. და კიდევ ბოლო კითხვა, თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხოთ, რა გითხრეს გამოძიებო პროცესი, თუმცა ჯერჯერობით დავით მჭედლიშვილს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გაფართოვდება თუ არა დანაშაულთა წრე, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ არის ერთი პირი დაკავებული და როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, სხვათა შორის დღეს ბრიფინგზე ითქვა ამის შესახებ. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 30 ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი არის ქობულეთი ამ ჩამონათვალში და პროფესიული კოლეჯი ახალი ტალღა. სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ იმას, რომ დაკავებულთა შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული კოლეჯის ახალი ტალღის პროფესიული კურსის კოორდინატორი, რომელიც ამ ეტაპზე არის წინასწარ პატიმრობაში და როგორც გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, მან დანაშაულებრივი კავშირში მყოფ პირთან წინასწარი შეთანხმებით ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა. ეს არის
ბოლო ცნობა, რაც გვაქვს ჩვენ ამ თემაზე ინფორმაცია და ერთადერთი გარემოება ისიც ვიცით, რომ ქალი, რომელიც დაკავებული არის პროფესიული კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი უკვე წლების განმავლობაში მუშაობდა ამ დაწესებულებაში, ის არის 73 წლის ქალი და დაახლოებით 35 წელი, რაც ამ დაწესებულებაში მუშაობდა. ეს ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ჯერჯერობით, სხვა რაიმე ტიპის დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვფლობთ. საგამოძიებო უწყება, როგორც გითხარით, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე და როგორც დავით მჭედლიშვილმა თქვა, გამოძიებამ წაიღო შესაბამისი დოკუმენტაციები, რათა გამოძიების ფარგლებში შესაძლოა არის ვარაუდი იმისა, რომ კიდევ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთებს. თქვენ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, ეს იყო ბოლო ცნობები, რასაც გიყვებოდით ახალი ტალღიდან. მადლობა, რომ გვიყურებთ, მადლობა ნდობისთვის, გემშვიდობებით ნახვამდის.